ლიბერალიზმი და რწმენა. ერთი შეხედვით, ეს ორი რამ ხომ სრულიად დაპირისპირებული ჩანს, არა? თითქოს მუდმივ ბრძოლაში არიან. მაგრამ მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. რა მოხდება თუ მათი ურთიერთობა სინამდვილეში ბევრად უფრო რთული და სიმართლე გითხრათ მოულოდნელი აღმოჩნდება. მოდით ჩაუღრმავდეთ. ხომ მივეჩვიეთ ამ სურათს, რომ ლიბერალიზმი და რწმენა ერთმანებს ვერ იტანენ. მაგრამ რა, თუ ეს უბრალოდ ამბის ერთი ძალიან პატარა ნაწილია? რა, თუ ჩვენ თავარი სიუჟეტი საერთოდ გვაკლია და რაღაცას ვერ უხედავთ? ის მასალა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ამ კლასიკური დაპირისპირების ნაცვლად სრულიად განსხვავებულ სურათს გვთავაზობს. ეს არ არის ბრძოლის ამბავი, ეს არის ერთიანი საერთო მოგზაურობის ისტორია. იმის გასაგებად, თუ რა მოიტანა ლიბერალიზმმა, ჯერ წარსულში უნდა დავბრუნდეთ. უნდა დავინახოთ სამყარო, რომელსაც ის, ასე ვთქვათ, პასუხობდა. სამყარო, სადაც ადამიანის ფასი და ღირსება სულ სხვანაირად იზომებოდა. წარმოიდგინეთ, ლიბერალიზმამდე ღირსება არ იყო რაღაც, რაც შენ უბრალოდ გქონდა, იმიტომ რომ ადამიანი ხარ. არა, ეს იყო პრივილეგია, რომელსაც განიჭებდა ვიღაც სხვა, მეფე, ეკლესია, ანუ რაღაც გარე იერარქიული სისტემა. შენი ფასი პირდაპირ იყო დამოკიდებული შენს სტატუსსა და მორჩილებაზე. და აი, სწორედ ამ დროს ხდება რაღაც რევოლუციური. მოდის იდეა, რომელიც მთელ ამ პირამიდას უბრალოდ თავდაყირა აყენებს. აი, ეს ფრაზა, ეს არის ყველაფრის გული. ეს ხომ ფაქტობრივად სახარებისეული გზავნილის პოლიტიკური ექოა, რომელიც ამბობს, რომ სისტემა კი არ არის მთავარი, არამედ ადამიანი. სწორედ ეს იდეა გახდა მთელი ლიბერალური პროექტის ცენტრი. ანუ რა გააკეთა ლიბერალიზმმა? მან აიღო ადამიანის ღირსების ეს მანამდე აბსტრაქტული თეოლოგიური იდეა და ისტორიაში პირველად ჩადო ის კანონში, სახელმწიფოს ენაში. მან თქვა, არა, ღირსება გარემოდან კი არ მოდის, ის შენშია, შინაგანია და მას ვერავინ წაგართმევს. ამით მან ადამიანი გაათავისუფლა. და აი, აქ არის ყველაზე საინტერესო და გადამწყვეტი მომენტი. ის თეოლოგიური ხედვა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, კი არ უარყოფს ლიბერალიზმს, პირიქით, მის გამოჩენას კაცობრიობის განთავისუფლების აუცილებელ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპად მიიჩნევს. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, თავისუფლების ეს გზა აქ არ დასრულებულა. პირიქით, სწორედ ამ დიდმა ნახტომმა და ამ უდიდესმა მიღწევამ გამოაჩინა ახალი, ბევრად უფრო ღრმა პრობლემა. ეს შედარება ალბათ საუკეთესოდ აჩვენებს პრობლემის არსს. ლიბერალიზმმა იდეალურად დახვეწა იდეა თავისუფლება რაღაცისგან, ტირანიისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან. მაგრამ, აი კრიტიკული კითხვა, რისთვის? რისთვის გვინდა მთელი ეს თავისუფლება უპასუხოდ დატოვა? და აი ამ კითხვის უპასუხოდ დატოვება ჩვენი წყაროს მიხედვით ქმნის ტრაგიკულ ფიგურას, განთავისუფლებულ, მაგრამ აბსოლუტურად იზოლირებულ ადამიანს. ინდივიდს, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობაში და ავტონომიაშია ჩაკეტილი. მაშინ როგორ სრულდება ეს გზა? თუ ლიბერალიზმი პასუხი არ არის, მაშინ რა არის? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი წყარო პატრისტიკულ, ანუ წმინდა მამათა ტრადიციაში პოულობს. აქ, ამ ცხრილში, ვხედავთ ორ რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას. ნახეთ, ლიბერალიზმისთვის ღირსება და თავისუფლება ინდივიდის შიგნითაა, მისი საკუთრებაა. წმინდა მამათა გაგებით კი, ისინი მხოლოდ ურთიერთობაში, სხვასთან კავშირში იბადება. ეს არ არის რაღაც, რასაც მარტო ფლობ. და აი აქ შემოდის მთავარი სიტყვა – კომუნია. ეს არის გასაღები. ეს კონცეფცია გვეუბნება, რომ ჩვენ ყველაზე თავისუფლები ვართ არა მაშინ, როცა დამოუკიდებელი, იზოლირებული ატომები ვართ, არამედ პირიქით, როცა ერთმანეთთან ღრმად, სიყვარულით ვართ დაკავშირებულნი. ეს ძალიან ძლიერი იდეაა. დაფიქრდით, ის გვეუბნება, რომ თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება კი არ არის საკუთარი მესმტკიცება, არამედ პირიქით, საკუთარი თავის გაცემა, სხვისთვის, სიყვარულისთვის. კარგი, მას როგორ შეგვიძლია ეს მთელი რთული მოგზაურობა ერთ სურათად წარმოვიდგინოთ? ჩვენი წყარო ამისთვის ძალიან კარგ და ძლიერ მეტაფორას გვთავაზობს. პირველი ნაბიჯი. ლიბერალიზმმა მიაღწია ისტორიულ გამარჯვებას. მისი ფოკუსი იყო აქ და ახლა, ადამიანების გათავისუფლება კონკრეტული მიწიერი ჩაყვრისგან და ეს მან შეძლო. მაგრამ თეოლოგიური ხედვა უფრო ღრმად მიდის. ის კითხულობს არა მხოლოდ რისგან გავთავისუფლდეთ, არამედ რისთვის ვარსებობთ. ეს ხედვა გვათავისუფლებს არა უბრალოდ ჩაგვრისგან, არამედ იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი მთავარი მიზნის, სიყვარულისა და ერთობის განხორციელება. და აი ეს სურათი ყველაფერს აჯამებს. წარმოიდგინეთ მთა. ველზე, ქვემოთ, ღირსებეთყვეობაში იყო. ლიბერალიზმმა დაიწყო გმირული ასვლა აღმართზე,
დავიდა უფრო მაღლა ვიდრე ნებისმიერი სხვა სისტემა. მან გაათავისუფლა ინდივიდი, მაგრამ ის მთის შუა გზაზე ერთგვარ საფეხურზე გაჩერდა. მჭვერვალამდე, ანუ კომუნიამდე, ჯერ კიდევ გზაა გასავლელი. და საბოლოოდ ეს ყველაფერი გწოვებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვასთან. იქნებ ის, რასაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით, სინამდვილეში საბოლოო დანიშნულების ადგილი სულაც არ არის. იქნებ ეს უბრალოდ საბაზო ბანაკია მთის შუა გზაზე და ნამდვილი მწვერვალი ჯერ კიდევ წინ გველოდება?